მოვიდა განახლება Android 15 თქვენს Samsung-ში. შემდეგ აჭერთ გათიშვის ღილაკს, ანუ გვერდითი დაბლოკვის ღილაკს ხანგრძლივად, რათა გათიშოთ ან გადატვირთოთ ტელეფონი. მაგრამ ხტება იქ ან Bixby, ან Google Gemini, ან ასისტენტი და ვეღარ ახერხებთ ტელეფონის გათიშვას ან გადატვირთვას. ერთი სიტყვით არ გამოაქვს გადატვირთვის ან გათიშვის მენიუ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ настройкებში და ვსკროლავთ დაბლა. ნახეთ, დაპალნიტელნიე ფუნქცი, ბაკავეა კლავიშ, Labs. ეწერება ესე. ანუ დამატებითი ფუნქციები, გვერდითი ღილაკი, ქართულად. შევდივართ აქ. და პირველივე ნახეთ, ბაკავეა კნოპკა, გვერდითი ღილაკი, ანუ შევდივართ აქ. და длинная нажатие. ხანგრძლივი დაჭერა. ვაწყაპებთ აქ. ნახეთ, ამორჩეული მაქვს აქ ავირჩევთ მენიუ ვიკლუჩენიე ამას, ანუ გამორთვის მენიუ, ან გადატვირთვის მენიუ ესე იქნება და ამის შემდეგ გამოვა ჩვეულებრივად გადატვირთვის ან გამორთვის მენიუ. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.